მოგესალმებით პატივცემულო მაყურებლებო, ეთერშია ტევეს სიგნალის საცდელი მაუწყებლობა, გადაცემით საფეხბურთო სიგნალი. ჩვენ კი მორიგ ჯერზე გიერთდებით მსოფლიო 2026-ის მიმოხილვით და ლოგიკურია, რომ ჩვენ განვიხილავთ გუშინდელ მატჩს და ასევე დღეს გასამართ ფინალს. გუშინ კი ვიხილეთ ინტრიგისგან მეტწილად დაცლილი მატჩი. ფეხბურთის სამყაროში არსებობს ასეთი უცნაური ტრადიცია, შეხვედრა მესამე ადგილისათვის, სადაც ორივე გუნდი გაბრაზებულია, არავის არ სურს თამაში, მაგრამ მაინც უნდა დაამტკიცონ მათი პროფესიონალიზმი და სახლში ბრინჯაოთი დაბრუნდნენ. ზოგისთვის ეს სანუგეშო პრიზია, ზოგისთვის ღირსების საქმეა, სტატისტიკის გაუმჯობესების საშუალება. ასეა თუ ისე ეს მატჩი სავალდებულოა მსოფლიო ჩემპიონატზე. მაყურებლისთვის კი ხშირად ეს მესამე ადგილისთვის მატჩი გამოდის ხოლმე საინტერესო საყურებელი და საფეხბურთო ატრაქცია. სწორედ ასეთი ატრაქცია ვიხილეთ. გუშინ 10 გოლი გავიდა, მსუბუქი თრილერიც იყო და დამსახურებულად მოიგეს აქ ქედმაღალმა ბრიტანელებმა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქედზე ბრინჯაო დაიკიდეს. დღეს კი უკვე სხვა განწყობაა, დღეს უკომპრომისო მატჩი იქნება, დღეს აღარავინ დაითვლის, ვის უფრო კარგი ტურნირი ქონდა, ვინ უფრო მეტი გოლი გაიტანა. დღეს 90 წუთში, ან უფრო მეტში გადაწყდება ახალი მსოფლიო ჩემპიონის ბედი. ეს არის დღე, როდესაც ტაქტიკა და ნერვები ერთდროულად თამაშობენ, ვარსკვლავები ებრძვიან ისტორიას, ხოლო ერთი სასტვენი ერთ გუნდს გამარჯვებულად აქცევს. დღეს ამ და სხვა საფეხბურთო ასპექტებზე ვისაუბრებთ მე სანდრო თორდია, საფეხბურთო მიმოხილველი და ჩემი კოლეგა ამ გადაცემაში სპორტის ჟურნალისტი, ლექტორი FC26-ის უბადლო წამყვანი, ბარსელონასა და ბრაზილიის გულშემატკივარი ნიკა შოშიტაშვილი. გამარჯობა ნიკა. კარგი წარდგენა იყო, მადლობა. თუმცა ალბათ ჩემს წარდგენაზე უფრო კარგი წარდგენა აქვს დღევანდელ ფინალურ დაპირისპირებას. ბევრად თანაც. იმიტომ რომ ორი ესპანურენოვანი ქვეყანა, ორი ლამაზი, მაინც ვთქვათ, რომ ორი ლამაზი ფეხბურთის მიმდევარი საფეხბურთო ნაკრები შეიძლება ვინმე არგენტინას არ დაგვეთანხმოს, მაგრამ ამას აქვს უამრავი კონტრარგუმენტი, თუნდაც უბრალოდ ამისთვის საჭიროა ჩავთოთ არგენტინის მატჩის ჰაილაითები და შევხედოთ არგენტინელების მიერ გატანილ გოლებს. სანამ ფინალზე გადავალთ, ხომ არ გვეთქვა ორი სიტყვით მაინც მატჩზე მესამე ადგილისთვის, იმიტომ რომ აუცილებლად ისეთი თამაში იყო ჩვენ რომ აი პირდაპირ ფინალით დავიწყოთ და იგნორი გავუკეთოთ, ცოტა უცნაურიც კი იქნება. 4-6 4-6 ინდივიდუალისტების შვენიერი ქმედებები, ბუკაიო საკას ჰეტრიკი, კილიან მბაპეს დუბლი, რომლითაც გახდა 1-0 ბომბარდირი მუნდიალების ისტორიაში 22 გოლი დაუგრო და უკვე კილიანს და მაინც უნდა ვთქვათ, რომ ძალიან რთული ამოცანის წინაშე დადგა ლიონელ მესი, რომელსაც ჭირდება მინიმუმ ერთი ბურთი და გაუთანაბრდეს კილიანს, თუმცა ვფიქრობ, რომ დღეს ლეო ამაზე დიდად არ იფიქრებს. იმიტომ რომ ცოტა სხვა საზრუნავები ექნება, ლიონელ მესის იგივე ინგლისთანაც არ გაუტანია გოლი, მაგრამ ალბათ იმ 1-2 გოლზე უფრო მნიშვნელოვანი საქმეს გააკეთა. რა შეეხება ისე ჩვენს თამაშს დაუბრუნდეთ ინგლისის და საფრანგეთის. ნახეთ რეალურად საფეხბურთო კლასიკა. ისტორიაში საუკეთესო მატჩი მესამე ადგილისთვის ალბათ მაინც 10 გოლი გავიდა. გოლების თვალით გადავაოლე მესამე ადგილის მატჩები დიდად არ მომახსოვრდება, არ დამახსოვრებია თურმე. და შემდეგ უკვე Google-ზე დავგუგლე უკაცრავად, მაგრამ კი აშკარად მე რაც მინახავს და შემდეგ რო გავიხსენებდი ეპიზოდებს, აშკარად ყველაზე გასართობი ატრაქცია ეს იყო მესამე ადგილის ატრაქციებთან შედარებით. კი, რა არის, იცი, თან ბოლო პერიოდში ჩვენ მესამე ადგილისთვის მატჩებს როდესაც უყურებდით, რეალურად ხედავდით უკვე გადაკანცულ დაღლილ ნაკრებებს, მაგალითად იგივე ხორვატიისა და მაროკოს ნაკრებების წინა მუნდიალზე, რომელმაც მთელი ენერგია ნახევარფინალში მისვლამდე დადეს და მანამდე ასევე ჰქონდა იგივე ინგლისისა და ბელგიის მატჩი, რომლებიც არ იყო არც ანახაობრივი, არა უბრალოდ მატჩი იყო. სიმართლე გითხრა, ეხლა ანგარიშიც არ მახსოვს, უბრალოდ მახსოვს რომ ბელგიამ გაიმარჯვა. ბელგიამ არც ვერ მახსოვს. არაფერი განსაკუთრებით, მე მგონი 1-0 გაიმარჯვა ბელგიამ, არ მახსოვს. დღეს გადავხედე და 1-0-ია მგონი, მაგრამ იმდენად ეს თამაში გამახსენდა და იმდენად მახსოვდა რომ ძალიან ცუდი თამაში იყო, რომ მალე გადავფუძნე. ეს იყო რეალურად ჩემი აზრით ეს იყო სახელმძღვანელო იმ გუნდებისთვის, რომლებიც
10 და 10 გავლენ ნახევარფინალში დამარცხდებიან ნახევარფინალურ ეტაპზე თუ როგორ უნდა ითამაშონ მატჩი მესამე ადგილისთვის ზედმეტი წნეხის გარეშე ზედმეტი ნერვიულობის გარეშე გახსნილი თავისუფალი ფეხბურთი აი მე შევადარებდი მაგალითად ამას NBA All Stars სადაც დაცვა არის მოშლილი არავის და თამაშობს და უბრალოდ არიან მიმართული შეტევაზე, არიან მიმართული იმაზე, რომ დაწერონ საფეხბურთო ისტორია, გოლიადორული რეკორდები დაამხონ, როგორც მაგალითად კილიან მბაპემ დაამხო მესის რეკორდი მესამე ადგილისთვის მატჩში და ჩვენ ვიწინასწარმეტყველებთ კიდეც ეს არა მარტო 2 გოლი ვთქვით, ხო? ხო, არა მარტო ჩვენ, არამედ ალბათ მთლიანმა საფეხბურთო საღმა აზრმა, მაგრამ ეს მესამე ადგილისთვის მატჩი არის ფაქტია, ამას ვერ ამოვიღებთ, მით უმეტეს იმ პერიოდში, როდესაც FIFA უფრო და უფრო ცდილობს რომ მატჩების რაოდენობა მუნდიალზე გაზარდოს, ალბათ ევროზე როგორც არის რომ ორივე გასული ნახევარფინალში გასული გუნდი ბრინჯაოს მედალს იღებს, იმ მოცემულობას ჩვენ სოფლიოზე ვერასდროს მივიღებთ. ძალიან კარგი არის ერთით მეტი თამაშია საყურებელი მსოფლიო ჩემპიონატზე დასაწერის სტატისტიკის და ისტორიის დაწერის შესაძლებლობა არის და იყოს ნახეთ 4-6 ნახეთ 10 გოლიანი თრილერს ვერ დავარქმევთ მარტო სუბუქი ხის თქვი ხო რა ნუ ეხა მოდი გავერთოთ იყო რეალურად გუშინდელი თამაში საკას ჰეტრიკი ვნახეთ და ესეც მნიშვნელოვანი არის ასევე ვნახეთ ბარკულას გოლის ვნახეთ კონსას გოლი ვნახეთ დეკლანაისის შვენიერი თამაში ვნახეთ და ბოლოს ვნახეთ ჯუდ ბელინგემის ბრწყინვალე გოლი ამ სოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო გოლია ჩემი აზრით რაც ის ბურთი რაც ბელინგემმა გაიტანა თან მით უმეტეს იმ ორხრივი შეტევების მერე წამოსული ის იყო ამ ორხრივ ფრანგებისა და ინგლისელების ორხრივი შეტევების დაგვირგვინება იყო და ესთეტიური სილამაზე იყო ბელინგემის გოლი ამიტომაც ჩვენი ერთ თამაში ყველა რომ მოატყვა იმ მომენტზე იძახი ხო ბელინგემმა აქ პარალელი გავავლე მე უცებ დაძაბულობა რა თქმა უნდა სხვა იყო გიორგი მამარდაშვილის გოლში გოლში ხვიჩა კვარაცხელიას მიერ როდესაც ყველა მოატყვა სხვათა შორის მე ვისაც ერთ უყურებდი ერთი სამ ადამიანმა ახსენა ის ბევრს გონდია ფლეშბეკები ბევრს გონდა ეს გადავალე ბოლოს ინგლისმა როდის გაიტანა 6 გოლი უცილოდი ამის გახსენება რო ვერ გავიხსენე ისევ ამოუკეთე ლეპტოპი და სხვათა შორის ბოლოს როდესაც 6 ან მეტი გოლი გაიტანა ინგლისმა ეს იყო ინგლისი მაკედონია სადაც 7-0 მოიგეს 2023 წელია არ არის ეს ტიტული სხვათა შორის აქაც 3 გოლი აქვს ბუკაიო საკაც გატანილი ერთი რაც დამაკდა გუშინდელ მატჩში ეს იყო ჰარი კეინი გამოეყვანა ბარემ რა ყოფილიყო 45 წუთი მაინც ეთამაშებინა. ჰარი კეინის ეს ლატოვება ვერ მივხვდი რა დიდი იყო განპირობებული. ალბათ ჩემი აზრით თავად კეინის სურვილით იყო ეს განპირობებული. არ ვითამაშებო თქვა? არა, არ ვითამაშებო შეიძლება უკვე ფიზიკურად არ იყო მზად იმ კონდიციაში, რომ ეს ერთი ზედმეტი თამაში ეთამაშა და კეინი მაინც ვეტერანია უკვე ნელ-ნელა შედის სავეტერანო ასაკში 30-ს გადაცილებული არის და ალბათ წვიანი კაცი არის და ცოტა თავის ჯანმრთელობასაც შეიძლება უფრთხილდებოდეს. და ჩვენ ეგეც ვთქვით თუ გახსოვს ამას ვამბობდის რუბრიკიდან გვაქვს კლაუზეს რომ კილიან მბაპე აუცილებლად ითამაშებს ჰარი კეინმა შეიძლება დაისვენოს ხომ ვამბობდით ხო ესეთი რუბრიკა შეგვიძლია შევუდგეთ ხო ვამბობდით ჩვენიერი მატჩი იყო და კარგი გასახურებელი შეხვედრა იყო ფინალის წინ და რა ვთქვათ ფინალზე რას ველოდებით თქვათ პირველ რიგში ის რომ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში მხოლოდ 6-მა მოქმედმა ჩემპიონმა შეძლო შემდეგ ტურნირზევე ფინალში გასვლა ეს იყო იტალია 34-38 წლებში მოიგო კიდეც ბრაზილია 58-62 წლებში მოიგო კიდეც 86-90 არგენტინა ვერ მოიგო ბრაზილია 94-98 ვერ მოიგო 2018-22 საფრანგეთი ვერ მოიგო და ნახოთ არგენტინა ანუ ზუსტი თანაფარდობაა ხო ეხლა ნახე 2-3-ზე არის არგენტინა ბრაზილია საფრანგეთმა ვერ მოიგეს ნახოთ დღეს რა იქნება დღეს ანუ 3-3-ზე რო გახდეს არგენტინამ უნდა მოიგოს და თუ ვერ მოიგებს მაშინ ენამ ხო არ მიყივლა ხო ნახოთ შეიძლება გიყივლა კიდეც და ასევე ვთქვათ ის რომ კილიან მბაპემ როგორც უკვე ახსენე 2 გოლი გაიტანა და 1 გოლით ჩამორჩება მესი ამ შემთხვევაში all time goal scorer-ებში ყველა დროის FIFA-ზე მსოფლიო ჩემპიონატების გატანილი გოლებით კილიან მბაპეს აქვს 22 მატჩი 22 გოლი რაც არის ფენომენალური შედეგი მესის აქვს 21 გოლი 33 შეხვედრაში შემდეგ კი ასე გამოიყურება ჩამონათვალი მიროსლავ კლოზე 16 გოლით რონალდო
ბრაზილიელი 15 გოლით, გერდ მიულერი 14 გოლით და აქვე გერდ მიულერის თან ერთად აღნიშნო რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ერთმა ფეხბურთელმა 10 გოლზე მეტი გაიტანა, 10 გოლიან მეტი გაიტანა კილიან მბაპე და გერდ მიულერს ჰქონდა მანამდე ეს რეკორდი. რა 10 გოლი გაიტანა? 10 გოლი ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე. ჟულს ფონტენი? ჟურს ფოლტენი 13 გოლი არა მოგ 13 გოლია სხვადასხვა ჩემპიონატზე მგონი არა 1900 ჩემპიონატზეა 9 წელს გაიტანა 13 გოლი გაიტანა ერთ მუნდიალზე ფონტენმა კი და კიდევ ჟურს ფოლტენი კი ბატონო 13 გოლი ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე ყოფილა რატომღაც მახსოვდა რომ ეს იყო ორ სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატზე ეს ერთ-ერთი ისეთი რეკორდი არის რა ანომალიური რეკორდი არის 1958 წელს როდესაც სამწუხაროდ ზუსტი რაოდენობა არ მახსოვს გუნდები რამდენი იყვნენ თუმცა ჯგუფური ეტაპის შემდეგ იყო მეოთხედ ფინალური სტადია ნახევარფინალი ფინალი ანუ რეალურად ძალიან ცოტა მატჩი ჰქონდა ფონტენს ამ გოლების გასატანად და იმ ფორმატში მოახერხა 13 გოლის შეგდება ფრანგმა და ისიც ანომალია ხო არის რომ ის მე არ უთამაშია არასდროს სოფლიო ჩემპიონატებზე და თან ეს აი რომ რამდენი რეკორდი დაიმხო თუნდაც ამ კონკრეტულ მუნდიალზე ხო ყველაზე ასაკოვანი ჰეტრიკი ყველაზე ასაკოვანი გოლი პლეი-ოფში ყველაზე მეტი გოლის გამდანი ფეხბურთელი რამდენჯერმე შეიცვალა თუმცა ეს რეკორდი რჩება და რჩება ხელშეუხებელი და არ ვიცი აი მე მაგალითად მინდა რომ ეგ რეკორდი არასდროს დაიმხოს იმიტომ რომ რაღაც იმ ძველი ფეხბურთის გადმონაშთიც უნდა გქონდეს ისე ვთქვათ რომ რეკორდების დამხობაზე თუ არის ისიც ვთქვათ რომ დაიმხო ყველა დროის ასისტენტის რეკორდი რომელიც ლიონელ მესიმ დაამხო ჩვენი დიდი წვალების შედეგად რამდენჯერმე გადაითვალეს მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ორჯერ დაამხო რეალურად ერთხელ გვეგონა რომ დაამხო და გვჯერო ჩვენ გვჯეროდა რომ დაამხო და გავა არა მარტო ჩვენ თლიან საფეხბურთო სამყაროში და მე ფიფამ თავიდან გადაითვალა და თუ აღწერო ფრიც უალტერს გონია დიეგო მარადონაზე მეტი მე და უყურეს თუ როგორ გადათვალეს და ეს პასი არის არა ხოდა თან მე ყველა სასაცილო ის არის რომ მესის ხო ყველა ეხმარება თან რომ ისტორიის საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს და ვიღაცა არ დაეხმარა ვიღაცა შურიანი FIFA-დან ვიღაცა შურიანი არ დაეხმარა რონალდომ გადაუხადა ვიღაცა შეიძლება ესეთი თეორიაც შეიქმნას და მოკლედ ფეხბურთელთაგან 10 გოლზე მეტით ჩამონათვალში არის კრისტიანო რონალდო რომელმაც ასევე დაამთავრა მუნდიალებზე მისი გამოსვლა და ახლა ვსერჩავ და გერდ მიულერის საერთოდ არ ყოფილა ჯას ფონტენი არის აქ 13 გოლით გერდ მიულერი 14 გოლით იქნება 14 გოლით არის ნაზარიოს შემდეგ ჯას ფონტენი 13 გოლი კეინი არის შესული ამ დავაში სანდორ კოშიჩი უნგრეთი 54 წელს 11 გოლი სანდრო კოშიჩი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სანდრო თლაჩევის ახლა ვერ გამოვიდა გერდ მიულერი და კილიან მბაპე ოთხ ფეხბურთელი ყოფილა რეალურად ფონტენი კოშიჩი მიულერი და მბაპე და კეინს აქვს უკვე 12 კეინს აქვს უკვე 12 კეინს ნელ-ნელა მიდის ამ დავაში გაუჭირდება კილიან მბაპეს მეხსოვების გამეორება იგივე ლიონელ მესის თუმცა ნახოთ კეინმა თქვა რომ არ ვიცი ეს არის თუ არა ჩემი ბოლო მუნდიალი თუმცა შემდეგი მუნდიალისთვის მზადებას მაინც ვაგრძელებო. კარგით, მოდი დავუბრუნდეთ ისევ ჩვენ თამაშს. კი ბატონო, სტატისტიკებით გადავიტვირთეთ და მოდი ფინალზე გადავიდეთ, იმიტომ რომ ყველა ამას ელოდება. გადავიდეთ ფინალზე, ვთქვათ რომ ამერიკის შეერთებული შტატები ერთი თვე ცხოვრობდა ფეხბურთით და ამ ყველაფრის ფინალი იგივენაირად როგორც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გაიმართება ალბათ ყველაზე პოპულარულ ამერიკულ ქალაქში. ყველა ქალაქის მიუხედავად ყველაზე მეინსტრიმული ქალაქი ამერიკაში მაინც პირველი ქალაქი რაც ამერიკაზე გახსენდება მაინც ნიუ-იორკია, მაინც თავისუფლების განდაკება არის, ის თავისუფლების განდაკება, რომელიც არგენტინისა და ესპანეთის ნაკრების ფორმაში შეიმოსა, სულ რამდენიმე დღის წინ და ხელში ამ შემთხვევაში უკვე მსოფლიო ჩემპიონატის თასი და მე თავიდან რომ ნახე ეს ფოტო მეგონა ფეიკი და შემდეგ უკვე BBC-საც ედო, Washington Post-საც ედო და მივხვდი რომ გადაადეს ხო? ხო, არ არის ფეიკი. მართლა კნის. არა ხო და ეს არის სიგიჟე. ეს არის ფეხბურთის სხვა ლეველზე აყვანა. ეს არის ის განვითარება, რაც მოუტანა ჩრდილოეთ ამერიკაში ფეხბურთის მუნდიალის ჩატარებამ. ისე ქართლის დედა რო ნახოთ ოდესმე მსოფლიო თასით ხელში, კარგი იქნება მგონი. ქართლის დედა შეგვიძლია ვნახოთ მსგავს მომენტში 2029 წელს, როდესაც ჩატარდება ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი ჩვენთან და სომხეთში. ამიტომაც შევხვდეთ არ არის რეალური რამ. თუმცა სანამ ახალგაზრდული ხო? სანამ ქართლის დედამდე მივალთ, მოდი ჯერ თავისუფლების განდაკებასთან დავრჩეთ და
თამაში ჩატარდება MetLife სტადიუმზე, რომელიც რეალურად ნიუ-ჯერსის შტატში არის განთავსებული, თუმცა ის უფრო ახლოს არის ნიუ-იორკის ცენტრთან, ვიდრე ჯერსის ცენტრთან, ამიტომაც ითვლება, რომ ნიუ-იორკში ტარდება მატჩი, იგივენაირად როგორც ნიუ-ჯერსიში. ალბათ ყველაზე პოპულარული სტადიონი არის ამერიკულ ფეხბურთში შტატებში და ძალიან ჩვეულებრივად მისაღებია ის თუ რატომ ტარდება ამ სტადიონზე 82,000 მაყურებელს იტევს ეს არენა და მე ვეჭვობ რომ გაივსება. რა თქმა უნდა გაივსება და ასევე როცა გადახვიდე ფინალებს 4 ციფრი აღარ ყოფნის უკვე ფინალის ბილეთების ფასს. კი, თავისთავად ეგეც ლოგიკური იყო. ეს არის ყველაფერი ის რაც მოსდევს ჩრდილო ამერიკაში, კერძოდ ჩრდილო ამერიკაში და კერძოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას. FIFA-მ სარეკორდო მაჩვენებელი დააფიქსირა 15 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა ამ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ არც აქამდე არც ამის მერე რთულად წარმოვიდგენია რომ ამხელა თანხაზე ავიდეს FIFA თუ რა თქმა უნდა ისევ ამერიკის შეერთებულ შტატებში არ ჩაატარებს კი $800 იშვიათად რო გენახა ბილეთი. რა თქმა უნდა ეგ ძალიან ლოგიკური არის ხო $800 ძალიან ძვირი არის. $800 მე გეტყვი რომ იაფი არის მუნდიალის ფინალისთვის არა ფინალზე არ გეუბნები ზოგადად გეუბნები ზოგადად $800 მატჩის დღეს იშვიათად რო გენახა ფინალი ან მატჩამდე 2-3 დღით ადრეც რო $800 იშვიათად იყო ბილეთები კი და ჩვენ თუ კი შევხედავთ უშუალოდ ისეთ ინტერვიუებს რომელიც სტადიონებთან იყო გადაღებული უამრავი კომაგი იყო რომელიც სტადიონთან იყო შეკრებილი იგივე ეკვადორის ნაკრების კოდივუარის ნაკრების სხვადასხვა ეროვნული ნაკრებების რომლებიც სტადიონზე ვერ შედიოდნენ უბრალოდ იყვნენ ჩამოსულები გუნდის საგულშემატკივრად ხო ნუ ამ დროს მე რომელიც 45 ევროთო არ მილანი ინტერზე ნამყოფით. კარგი, ვნახოთ ალბათ 11 ეულები როგორი იქნება დღეს დიდი ალბათობით მარტინესი კარში. ტალიაფიკო მოლინა რომერო მარტინესი იქნება დაცვის ოთხეული არგენტინის ნაკრებისა, მაკალისტერი ფერნანდესი პარედესი დეპოლი და წინ ამჯერად არა ლაუტარო მარტინესი, არამედ ალვარესი. მაგრამ მესი რა თქმა უნდა არის დაბეტონებული სასტარტო. ასეთი 11 ეული იქნება რა სიტყვი აქცლებების გაკეთება მგონი უპრიანი საერთოდ არ არის, როდესაც ფინალზე ლაპარაკობ და რას გვეტყვი არგენტინაზე მე მგონია რომ თანდათან უფრო მოუმატა ამ ნაკრებმა მიუხედავად იმისა რომ ეგვიპტესთან ძალიან რთული მატჩი ჰქონდათ და კამბეკიც დასჭირდათ, შემდეგ ინგლისელებთან კი ვნახეთ რა ქნეს. აი არგენტინის თამაში არის რომ step by step ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდნენ ფინალამდე. ხოლო საფრანგეთის იმედგაცრუება არის რომ თავიდანვე კარგად დაიწყეს და სადღაც გონია ენერგია შეიძლება აღარ ეყოთ, აღარ ეყო მწვრთნელს ალბათ ტაქტიკური გადანაცვლებებისთვის ენერგია, არ ვიცი ყოველ შემთხვევაში ფინალში ჩვენ მივიღეთ არგენტინა და არა სხვა. ისი რა არის არგენტინის ეროვნული ნაკრები არის ალბათ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი ეს კონკრეტული ნაკრები ერთ-ერთი ყველაზე არაპროგნოზირებადი გუნდი, იმიტომ რომ როდესაც ის გამოდის მოედანზე წარმოდგენა არ აქვს რა მოხდება. ესპანეთის ნაკრები უდავო ფავორიტი ამ შეხვედრაში, იმიტომ რომ ისინი მაინც უნდა ვთქვათ, რომ ძალიან მშვიდად მოვიდნენ ფინალამდე. მიუხედავად იმისა, რომ მიკელ მერინოს ორი გოლი დასჭირდათ მათ მერვე ფინალში და მეოთხე ფინალში შემდეგი ეტაპის საგზურების მოსაპოვებლად, მიუხედავად ამისა, ძალიან წყნარად და მშვიდად ნერვიულობის გარეშე მოვიდნენ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე. იყო იქ დრამა ურუგვაის ნაკრებთან, ის უბრალოდ მძიმე თამაში იყო და არა სანერვიულო. იყო მარტივი მოგება ავსტრიის ნაკრებთან, იყო პორტუგალიასთან მატჩი, სადაც რეალურად ჯობნიდა ესპანეთის ნაკრები, მაშინ პორტუგალიელებს უბრალოდ ერთი რაღაც მომენტი ჭირდებოდათ რომ გოლი გაეტანათ. იყო ასევე დრამა ბელგიის ნაკრებთან, მაგრამ იქაც დაახლოებით იგივე სცენარი იყო, რაც პორტუგალიასთან და იქაც კვლავ მიკელ მერინო გამოვიდა და დაიტანა თავისი გოლი და შემდეგ იყო ნახევარფინალის საბრაკეთთან, სადაც რეალურად არც უნერვიულიათ ესპანელებს და ისე მარტივად
კლასის ხარისხზე მოუგეს საფრანგეთის ნაკრებს. როგორც სამწვრთნელო, ასევე ფეხბურთელების და აქეთ გვაქვს აბსოლუტურად სხვა ისტორია, გვაქვს არგენტინის ნაკრები, რომელმაც კი მართალია ინერვიულა. კი მართალია ჯგუფური ეტაპი ზემეთი პრობლემების გარეშე დახურა, თუმცა შემდეგ იყო კაბო-ვერდეს ნაკრები, რომლებიც თავისი სიტყვის თვალსაჩინო ცდილობდნენ რომ მსოფლიო ჩემპიონების სახლში გაეშვათ და მათთვის სამწუხაროდ ეს არ გამოუვიდა, თუმცა არგენტინელებს ამისთვის დამატებითი დრო დასჭირდათ. მე ისიც მინდა ვთქვა კლავაც რომ არგენტინის ნაკრები ძირითადი შემადგენლობით ეთამაშა ერთ-ერთ კაბო-ვერდეს და საქართველოს ნაკრებს ამისთვის მეორე შემადგენლობაც იყო. შემდეგ იყო ეგვიპტის ნაკრები, სადაც მე პირადად ერთ მომენტში დარწმუნებული ვიყავი რომ არგენტინა გავარდებოდა, თუმცა შემდეგ ლიონელ მესიმ გადაიწია ფლანგზე და გადაწყვიტა რომ არგენტინა მეოთხედ ფინალშიც უნდა გასულიყო და 2-0-დან 3-0 დაუტრიალეს ეგვიპტის ნაკრებს ძირითად დროშივე. შემდეგ იყო შვეიცარიის ნაკრები, სადაც იყო ალბათ ყველაზე მოშლილი არგენტინის ნაკრები ამ მსოფლიო ჩემპიონატზე. და თან ეტყობოდათ რომ წინა მატჩის ნერვიულობა ეგვიპტის მატჩის ნერვიულობა კიდე გამოყოლილი ქონდა ამ გუნდს. და კი ბატონო, იქ იყო მაკალისტერის სწრაფი გოლი, თუმცა შემდეგ უკვე როდესაც იგივე შვეიცარიელებმა ანგარიში გაათანაბრეს იმ ბოლოს გაწევებამდე ძალიან თანაბარი თამაში იყო და შვეიცარიელებს იმ თამაშის მოგება დამატებით დროის გარეშეც შეეძლოთ, თუმცა შემდეგ იყო იმ ბოლოს გაძევება, შემდეგ იყო ხულიან ალვარესის წინვალე გოლი, ლაუტარო მარტინესის ბოლო დარტყმა და არგენტინის ნაკრების ნახევარფინალში გასვლა და შემდეგ იყო ინგლისისა და არგენტინის მატჩი, რომელიც ჩემთვის მაგალითად ამ მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო შეხვედრა იყო. კი ბატონო, საფეხბურთო ხარისხით შეიძლება ამაზე უკეთესი მატჩებიც გვინახავს ჩვენ ამ მუნდიალზე, რა თქმა უნდა. თუმცა იმ დრამატურგიის გათვალისწინებით, იმის გათვალისწინებით თუ მსოფლიო ჩემპიონატის რომელ სტადიაზე შედგა ეს შეხვედრა, ჩემთვის ეს მატჩი საუკეთესო არის ამ მუნდიალზე და ეხლა ეს ორი ნაკრები ხვდება ერთმანეთს ფინალში. რეალურად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, მართალია ეგვიპტესთან არგენტინის ნაკრებს არ უთამაშია დამატებითი დრო და არც ინგლისის ნაკრებთან, თუმცა ეს ორი მატჩი რო ერთად აიყო და იქ დახარჯული ენერგია იყო, მოდი ერთ დამატებით დროც ჩავთვალოთ და ვთქვათ, რომ არგენტინის ნაკრებს აქვს ერთი თამაშით მეტი ჩატარებული ვიდრე ესპანეთს. ჩვეულებრივად შეგვიძლია, იმიტომ რომ იგივე ესპანეთმა შეიძლება ინერვიულა პორტუგალიასთან და ბელგიასთან, თუმცა 90 წუთშივე მოაკვარახჭინა ის რის გაკეთებაც უნდოდა და არგენტინელებს ამისთვის ძალიან დიდი დრო დასჭირდათ. და აქ პარალელს ვავლებ მაგალითად 2018 წელთან, როდესაც ხორვატიის ნაკრებმა 3 ექსტრა ტაიმი ითამაშა პლეი-ოფში და ფინალში როდესაც გავიდა, ერთი მატჩით მეტი ქონდა ჩატარებული ვიდრე საფრანგეთის ნაკრებს. და თან ერთი დღით ნაკლები დასვენების დღე ქონდა. როგორც არგენტინის ნაკრებს აქვს ახლა ესპანეთთან. არგენტინა არის ძალიან რთულ მდგომარეობაში. ძალიან რთული არის მათი თამაშის პროგნოზირება, იმიტომ რომ როგორც გუშინ თქვით ჩვენ შეიძლება ეგრეც არის, რომ სოფლიო ჩემპიონატის ყველაზე დალაგებული გუნდი ხდება ყველაზე არეულ გუნდს. ქაოტორად მოთამაშე გუნდს. ამ შეხვედრაში თამაშის რა მომენტშიც არ უნდა უკარნახოს თამაშის ტემპი ესპანეთმა რა მომენტშიც არ უნდა უკარნახოს თამაშს არგენტინელებს ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ მისი არევა. მე ველოდები რომ ესპანეთს ეჭირება ბურთი და რა თქმა უნდა ალბათ ასეც იქნება რომ ესპანეთი დაიჭერს ბურთს. ერთი პარედესის რამდენიმე ცოტა ბინძური ხერხი არის საჭირო, რამდენიმე უხეში ვარდნა შემდეგ ლიონელ მესის ერთი ისეთი მომენტია საჭირო, როდესაც ფლანგზე გადაწევა ერთია და 3-4 ფეხბურთელი რომ მოატყუოს ლიონელ მესის თითოეული კარგი ქმედება მოედანზე არის დამატებითი მუხტი არგენტინელებისთვის. ეს ფენომენი არის, რომელიც ალბათ არასდროს განმეორდება. არ ვიცი რომელმა ფეხბურთელმა უნდა შეძლოს ჯერის რომ 39 წელიწადში გუნდი მიიყვანოს სოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე და თან ასეთი იკონური იყოს არა მარტო გულშემატკივრებისთვის, არამედ გუნდის მოთამაშეებისთვის, დანარჩენი 25 კაცისთვის. და აქვე შევახსენოთ მაყურებლებს, რომ ფინალში არის ის ორი გუნდი, რომელთაც კაპო-ვერდესთვის 90 წუთი არ მოუგიათ. კაპო-ვერდელებს შეუძლიათ ამით იარაღო, რომ არც ერთხან 90 წუთში არ წავაგეთ. ამ მუნდიალის ნამდვილი გამარჯვებული არის კაპო-ვერდეს ნაკრები. აუცილებლად ვთქვათ, მე ძალიან დიდი სიმპათია აქვს ამ ნაკრების მიმართ, მით უმეტეს, იმიტომ რომ ვადარებ ჩვენს ნაკრებს 2004 წლის ფორმაციის ნაკრებს და ნამდვილი გამარჯვებული ამ მუნდიალის არის კაპო-ვერდე, თუმცა კაპო-ვერდეს სანამ დაუბრუნდებით და მეერე დაუბრუნდებით ალბათ ოდესმე. ისე ეს მატჩი ვახსენოთ, 9 ლამასიელი შეეცდება დღეს სოფლიო ჩემპიონატის მოგებას, 8 ესპანეთის ნაკრებიდან, 8 ესპანეთის ნაკრებიდან, ერთი არგენტინის ნაკრებიდან და უხუცესი ლამასიელი ლიონელ მესი შეეცდება
თავისი მოწაფეების დამწუხრებას და აქვე პარალელს გავავლებდი, რომ ესპანეთმა მძიმედ დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატი, მაგრამ მე თავიდან ვთქვი, რომ მაშინ შვეიცარიასთანაც 1-0 წააგო. და ახლა ფრით დაიწყო ეს. იგივე არგენტინის ნაკრებმა წინა მუნდიალზე საუდის არაბეთთან წაგებით დაიწყო და მაშინ დაამთავრა მუნდიალი მოგებით. ამ შემთხვევაში არგენტინამ შედარებით კი არა და უკეთესად დაიწყო. კლავ არაბული ნაკრების წინააღმდეგ ალჟირის წინ არასწორი ნათქვამი ალჟირი ბოლომდე არაბული ქვეყანა არ არის. კი ბატონო და მოდი ესპანელთან 11-ეული არ მithქვამს და ჩაუყვეთ აქაც უნაი სიმონი იდგება კარში, პედრო პორო 19 წლის კუბარსი, რომელზეც 4 სეზონია, 3 მინიმუმ ვლაპარაკობთ, არის 19 წლის, ლაპორტი 4 წელია 19 წლის არის და 4 წელია 19 წლისა, მართლა ესეთი შთაბეჭდილება აქვს. კუკურელია, როდრი, რუისი, ლამინ იამალი, ოლმო, ბაენა და ოიარცაბალი. ნაკრებს რო შევხედე, ანუ საფრანგეთზე და ინგლისზე აშკარად ნაკლებ ვარსკვლავური ნაკრები ყავს. არგენტინას იგივე ამ მსოფლიო ჩემპიონატზე მათი მთავარი ფორვარდი მიკელ ოიარცაბალი შეიძლება ბევრმა ვერ გაიხსენოს სათამაშობს. ის არის რეალ სოსიედადის ფეხბურთელი და არა მანჩესტერ სიტის, ან პესეჟესი, ან რეალის, ეს მაინც მთავარი თავდამსხმელი ამ მსოფლიოზე თამაშობს რეალ სოსიედადში. მიკელ ოიარცაბალს არ გადახსენებ მანჩესტერ სიტიში გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ 2020 წელს 20 წელს, თუმცა მაშინ იყო ფლანგის მოთამაშე. დღეს არის ცენტრ ფორვარდი ცხრიანი. უნაი სიმონი ატლეტიკ ბილბაოში თამაშობს. ბაენა კი თამაშობს ატლეტიკო მადრიდში, მაგრამ იქ მთავარი ფიგურა ალექს ბაენა ნამდვილად არ არის. ატლეტიკო მადრიდში მთავარი ფიგურა ჩოლო სიმეონე იყო, არის და იქნება, ხო, ნუ აი რამდენი ხანი, აი ეგ სხვა თემა არის. მაგრამ გუნდები რო შევადაროთ, მეკარეები თამაშობენ ერთის მხრივ სიმონი ბილბაოში, მეორე ასტონ ვილაში, მარტინესი. აქეთ პედრო პორო ტოტენჰემში, მოლინა ატლეტიკოში. კუბარსი ბარსელონაში, რომერო ტოტენჰემში, ლაპორტი ატლეტიკ ბილბაოში, მარტინესი მანჩესტერში, კუკურელია რეალში, ტალიაფიკო ლიონში, როდრი სიტიში, პარედესი ბოკა ხუნიორსში, რუისი პესეჟეში, დეპოლი მაიამიში, ლამინ იამალი ბარსელონაში, მაკალისტერი ლივერპულში, ოლმო ბარსელონაში, ფერნანდესი ჩელსიში, ბაენა ატლეტიკო მადრიდში, მესი ინტერ მაიამიში, ხოლო ოიარცაბალი როგორც ვახსენე სოსიედადში, ალვარესი ატლეტიკოში. აქ რო გადავხედოთ, ასე თუ ისე თანაფარდობა გვაქვს კლუბების მხრივ. კი ბატონო, თორემ ამის თქმა შეგვიძლია არის კიდეც ეგრე არის უმაღლესი კლასის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ორივე ნაკრები და ისიც მოდი ვთქვათ შენთვის შეიძლება ეს ძალიან სასიამოვნო არ იყოს, თუმცა ინტერის სტრიკი გრძელდება ამასობაში 1992 წლიდან მოყოლებული უკვე მერამდენე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალია ერთი ინტერისტა მაინც თამაშობს მუნდიალის ფინალში ამ შემთხვევაში ეს იქნება ლაუტარო მარტინესი თუ ნახავთ მას მოედანზე რა თქმა უნდა და ალბათ ნახავთ ხო რა უნდა ალბათ ნახავთ ლაუტაროს აქამდე სტრიკი ასევე მიუნხენის ბაიერნს ჰქონდა თუმცა წინა მუნდიალზე ჩაქვრა შეგვიძლია ვთქვათ და ეხლა უკვე ინტერი არის ეს ერთპიროვნული გუნდი რომელსაც უარყოფ რომ ინტერს უკეთესი სატრანსფერო პოლიტიკა ერთი მოთამაშე მაინც ყავს ინტერს ყოველთვის სოფლიო ჩემპიონატის ფინალში და ესენი შევადარეთ ფეხბურთელები ერთმანეთს და ეხლა ვილაპარაკოთ მოდი დელაფუენტესა და სკალონიზე დელაფუენტე მასწავლებლების წინააღმდეგ მაგრამ დელაფუენტე არის მწვრთნელი რომელსაც ესპანეთი ყავს გაწვრთნილი ასაკობრივ ნაკრებებში წაყვანილი ყავს ოლიმპიადაზე, ტოკიოს ოლიმპიადაზე ნაკრები და ყველაზე კარგად ეს ესპანეთის ნაკრები თავიდან ბოლომდე იცის ლუის დელაფუენტეს მეარმეგულება ადამიანი, რომელმაც ესპანეთი იცოდეს ესპანეთის ეს ნაკრები და ეს ფორმაცია და ეს თაობა იცოდეს უკეთესად ვიდრე დელაფუენტეა და მის ასაკობრივ ნაკრებებში დღევანდელი 11-ეულიდან 5 უთამაში, ანუ ნახევარი ნაკრები არის მის ხელში გაზრდილი. 5 მეც არა დაუჯერო? რო გადავხედე 5 ვნახე ისეთი რომელსაც სხვადასხვა დროს 11-ეულიდან 5. 11-ეულიდან 5. სასტარტო შემადგენლობიდან, თორე იქ არა 11-ეულში დარწმუნებული კიდევ უფრო მეტი იქნება. რაც შეეხება სკალონის, აი როგორც თქვი, ქაოტური ფეხბურთის ქადაგებელი ნაკრები ყავს. სკალონის და ამ
კიდევ ერთხელ აღნიშნავ, ამღვრეულ წყალში ყველაზე მეტად თევზის დაჭერა არგენტინის ამ ნაკრებს შეუძლია. ყავს ესეთი ფეხბურთელები, როგორიც არიან ხულიან არონარესი და არა 11-ეულიდან არამედ შეცვლებინა შეუძლია ლაუტარო მარტინეს შემოვიდეს, მაკალისტერი, დეპოლი, პარედესის იქ უხეში მოქმედებები და კარში დიბუ მარტინესი, რომელიც გვახსოვს ყველას იმ ეპიკური კადრიდან, მაგრამ ეს არ ყოფილა მისი საუკეთესო თვისება, მისი საუკეთესო თვისებები უშუალოდ არგენტინის ნაკრებში გამოჩნდა, რაც იყო წინა მსოფლიო ჩემპიონატზე, ცუდად ახსოვთ ფრანგებს. წელს არ აქვს ტიპუს საუკეთესო მუნდიალი, მაგრამ სკალონი მიცის მისი მაქსიმალურად გამოყენება. იგივე სკალონიზე და დელაფუენტაზე რომ მივუნდეთ 2017 წელს, როდესაც სპარსულში ფეხბურთელმა როსარიოელმა ლიონელმა გადაწყვიტა UEFA Pro ლიცენზიის აღება, სამწვრთნელო ლიცენზიის გაიარა ეს სწავლებები ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში და მისი ერთ-ერთი მთავარი ინსტრუქტორი და ლექტორი იყო სწორედ ლუის დელაფუენტე. ამიტომაც ცნობილი ქართული მულტფილმი შეგვიძლია გავიხსენოთ, ხო? კატა და ლომის მულტფილმი შეგვიძლია გავიხსენოთ და ხეზე ასვლა ასწავლა თუ არა ნეტა დელაფუენტემ სკალონი. აი ახლა ამას ვნახავთ ამ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში. ფაქტია რომ მისმა მოსწავლემ უკვე მსოფლიო ჩემპიონატი ამ ხელა ხეზე ასწავლა ასვლა. ეგ ეს მართალია. უკვე მისმა მოსწავლემ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, თვითონ ევროპის ჩემპიონი არის და ის კი არ გვიხსენებია რომ ფინალისიმა ტარდება რეალურად. იმიტომ რომ ის გადადებული მატჩი, რომელსაც ამდენი ხანი ველოდებოდით, დელაფუენტე სკალონის წინააღმდეგ, ევროპა, სამხრეთ ამერიკის წინააღმდეგ, ლიონელ მესი, ეს გადაიდო თუ ჩაიშალა საერთოდ ჩატარდება. იცი რა, ჯერ კიდე თარიღი ცნობილი არ არის. გადადებული არის აუს ოფიციალურად ეგრე. ცნობილი არ არის თარიღი. იმიტომ რომ თავიდან და ჩატარებული იყო დოხაში, შემდეგ სამწუხაროდ სამხედრო მოქმედებების და გამო იქიდან იქვე აღარ ჩატარდებოდა ფიზიკურად, გადაიტანეს მადრიდში თამაში ესპანეთმა თქვა უარი და ესპანეთმა მე შეთავაზა ესპანეთმა გერბოდი არგენტინამ თქვა უარი, არგენტინამ შეთავაზა ბუენოს-აირესი ესპანეთმა თქვა უარი და ეს ერთგვარი დაძაბულობა უკვე არის ამ ქვეყანას შორის. აქვე მასპინძლებზე უნდა გავაკეთო კომენტარი. დონალდ ტრამპმა FIFA-ს პრეზიდენტს დაურეკა და შესთავაზა რომ შემდეგი ჩემპიონატის ამერიკაში ჩაატარეთ კანადისა და მექსიკის გარეშეო, კანადისა და მექსიკის ჩართვაო ჩემგან ქველმოქმედებას გავდა და ეხა მარტო მინდაო ჩავატარო. რომელ წელს აირჩიეს? 3 წლის წინ მგონი და შემდეგ წელს გაზდის სულვადა არა? იმედია შემდეგ სოფლიო ჩემპიონატზე დონალდ ტრამპი პრეზიდენტი აღარ იქნება. არა, პრეზიდენტი ვერანაირად ვეღარ იქნება, რადგან ამერიკის კონსტიტუციაში შეზღუდვა არის თუ ხო, ნუ ეს რუსეთი არ არის რომ გაუნულონ. კი ბატონო, ხო, კი ეგრე არის. ნამდვილად ვეღარ იქნება. შარშან აირჩიეს, ხო. კი ბატონო, კარგი. უბრალოდ იმდენი ხანი გრძელდება ხოლმე ეს ისა რომ ამერიკა შემდეგ 2 წელი ჩემპიონატზე დონალდ ტრამპი აღარ იქნება ამერიკის პრეზიდენტი და გვაცდის ფეხბურთის გულშემატკივრებს ფეხბურთით თქმობას. ჩვენ კი საფეხბურთით თქმობას შეგვეძლება დღეს 11 საათზე 19 ივნის თბილისის დროით 11 საათზე შეგვეძლება ჩავრთოთ ფეხბურთი ვისი ამოვნოთ არგენტინისა და ესპანეთის ნაკრებების შეხვედრით და შევხედოთ თუ როგორ იწერება სოფლიო საფეხბურთო ისტორია, შევხედოთ ლამინ იამალისა და მესის დაპირისპირებას, შევხედოთ რეალურად მაინც ვთქვათ რომ ეს სათქმელია რომ ლიონელ მესის ბოლო big games, ლიონელ მესის ბოლო დიდ თამაშს ვუყურებთ ახლა მეგობრებო და ეს თავისებური ემოცია არის ის ადამიანები მით უმეტეს ახლა ბარსელონას გულშემატკივრები უფრო კარგად მიხვდებიან არგენტინის ნაკრების გულშემატკივრები თუ ახლა რამხელა ემოციებთან არის ეს კავშირი ინტერ მაიამიში შეიძლება მან კიდევ ითამაშოს თუმცა ეს არის მესის რემლებს ვნახავთ მე დარწმუნებული ვარ ნებისმიერ ლიონელ მესის ბოლო დიდი შეხვედრა. ჩემი აზრით ეს შეხვედრა 20 წლის წინ იმართებოდეს და ახლა ან თუნდაც 10 წლის წინ და ლიონელ მესის არაკავშირებს ინტერ მაიამისთან ფენომენალური კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც თითოეული მისი მოედანზე გატარებული წუთი რამდენიმე მილიონი დოლარის შემოსავალს უდრის და მით უმეტეს გზის სოფლიო ჩემპიონი მესი ან თუნდაც ვერცხლის მფლობელი მესი უკვე უფრო დიდი აქტივი არის. მე ვფიქრობ რომ ამხელა აქტივი რომ არ იყოს ახლა ლიონელ მესი და მისი საფეხბურთო კარიერა ის ბარსელონაში დაასრულებდა კარიერას, გინდა თქვა? არა, ბარსელონაში არა, დღეს დაასრულებდა კარიერას. დღეს დაასრულებდა კარიერას, თუმცა ეს წარმოუდგენელია, თუმცა დღეს შეიძლება მან საფეხბურთო კარიერა არ დაასრულოს, თუმცა ნაკრებში გამოსვლას დაასრულებს. ლიონელ მესი მიდის დიდი ფეხბურთიდან, დიდი ავიაციისგან, მიდის ნახოთ ლიონელ მესი როგორ დაემშვიდობება დღეს დიდ ფეხბურთს, ყოველ შემთხვევაში მუნდიალებს 100%-ით. ეს იქნება მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო მატჩი.
სამაგიეროდ არ იქნება ჩვენი გადაცემა ბოლო, ჩვენ დიდი ალბათობით გავაგზავნებთ მაუწყებლობას, ფეხბურთი არასდროს არ მთავრდება და ფეხბურთზე ლაპარაკი საკმარისი არასდროს არის. ტრადიციულად ჩვენ ამით გემშვიდობებით ფინალის მოლოდინში მუნდიალ მშვიდობისა. ნახვამდის.